ბათუმის ახალ 50 მეტრიან საცურაო აუზში გამართული პირველი შეჯიბრება სწორედ ფესტივალის ტურნირი იყო. ამ სახეობაში გათამაშდა მედლების ყველაზე მეტი 33 კომპლექტი, საიდანაც 29 ოქრო თბილისელმა მოცურავეებმა მოიპოვეს. 3 ოქრო ერგო აჭარას. სიტყვებით ვერ აღწერ ამ ემოციებს, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ისეთი ოლიმპიადა იყო და ფესტივალი, სადაც არ არის მარტივი ამ ტალანტების მიღწევა. ფესტივალი იყო საოცრად გამაუცებელი, არ ვიცი როგორ შეიძლება მოხერხდეს და ძალიან მიხარია და ასე ვამაყობ ჩემი რეგიონითაც, იმიტომ რომ მასპინძელი იყო ამ წელს და ამ ხელა ფესტივალი ჩაატარა, სადაც 12 რეგიონი მონაწილეობდა და თან ამავდროულად ჩემპიონი როცა გავხდი. ერთი შიდა ქართლს. სულ მონაწილეობდა 8 რეგიონის 64 მოცურავე. მედლები 7 რეგიონს ერგო. იყვნენ გამორჩეული სპორტსმენებიც. თბილისელმა ლაზარე შევარდენიძემ 6 ინდივიდუალურ დისციპლინაში მოგებულ ოქროს 3 საესტაფეტოც მიუმატა და 9 ოქროს მედლით საუკეთესო იყო ფესტივალზე. მე მქვია ანდრია შევარდენიძე, თბილისის რეგიონიდან. ძალიან მიხარია რომ ყველა ოქრო მოვიპოვე ყველა სტილში. ჩემი ყველა საყვარელი სტილი არის კროლი, ყველა კარგად გამოვდის. გოგონებში 4 ინდივიდუალური ოქროს მედალი მოიპოვეს თბილისელმა ანა ივანოვამ და დებმა, ანა და მარია შიუკაევებმა. ჩემი საყვარელი სტილია 50 კროლი, 100 კროლი და 50 დელფინი. საბოლოოდ რეგიონებზე მედლები ასე გადანაწილდა. თბილისი 29 ოქრო, 10 ვერცხლი, 3 ბრინჯაო, აჭარა 3 ოქრო, 8 ვერცხლი, 6 ბრინჯაო. მთლიანობაში მოვიგე 6 მედალი, 2 ოქრო, 2 ბრინჯაო და 2 ვერცხლი. და შევეცადე რომ ესახელა აჭარა და გამომივიდა კიდეც მგონი. ძალიან კარგი ტურნირი იყო ჩემთვის და ვიტყვი რომ შემდეგში უკეთ ვიცურავებთ და შევეცდებით რომ უკეთ ვასახელო აჭარა. შიდა ქართლი 1 ოქრო, 7 ვერცხლი, 5 ბრინჯაო. იმერეთი 4 ვერცხლი, 13 ბრინჯაო. ქვემო ქართლი 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. სამეგრელო ზემო სვანეთი 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და კახეთი 2 ბრინჯაო. ეს არის ზეიმი ჩვენი ქვეყნის ბავშვებისთვის, სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ორგანიზატორს, ყველა მონაწილე ადამიანს. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მსაჯებს, ღონისძიების მსაჯებს. და მიულოცო თბილისის გუნდს გამარჯვება, მიულოცო რეგიონებს გამარჯვება და უსურვო მომავალ დიდ ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ უფრო მაღალი შედეგების მიღწევა.